ინგა სამსახურში მივდივარ და უცებ ყავა მომიდუღე რა. მოვადუღე მანდდევს. გაახილე თვალები მიკერილი რო გაქვს. ერთი ყავა მეც მომიდუღე ინგა. ინგას მოგცე მე შენ. დალია გოგო ეკყავა შენ კიდე გაცივდა. ხო დავლევ, ფლიპმენს ვთამაშობ. დავრეგისტრირდი მეილით და ეხლა შევედი. რეიტინგი უნდა ავწიო. რეიტინგი კი არა, თმები აიწია შუბლიდან და გამოაჩინე. ლამაზი შუბლი გაქვს შენ, მე მგავხარ მაგით. აბა ნაგავს ვინ გაიყოლებთ? ახსენე ნაგავი და ყრუბდებიან ეგრევე ორივე რა. სულ ნაგავს მატანი მე. ჩემი კლასელები სკოლაში რემოდიან დედები სენდვიჩებს და წარმატებებს აწანენ. მერე მეცხო გატანო მარიკო, აი სენდვიჩი და წაიღე. აუ, ჩემი სენდვიჩი იყო, რატომ მიეცი? აბა არ გეკონტაქტები შენ და არც მაგი შემჭმელი არ იყავი. აუ, რა გავაკეთო, ძალიან მაგარი პრიზებია ფლიპენში ყოველი კვირის ბოლოს. უნდა მოვიგო. Galaxy Buds 2, Galaxy Z Flip 5 და კიდე ბევრი რაღაცა. ჩემი ყავა სადღა? წავედი მე სკოლაში. ცეზარი და მექსიკური კარტოფილი 2 წუთში მზად უნდა მქონდეს მე-4 მაგიდისთვის. აუ, რამდენი ხალხია გოგო დღეს და კიდე 2 მაგიდა უნდა მოვიდეს და ჯავშნილებია. აი, ერთ-ერთი მოვიდა, მე-7 მაგიდა. ხო. ზა? მაგათ მე მოიმსახურები, მე მიმიშვი. გამარჯობა, რას მიირთმევთ? გამარჯობა. შერაკინდა აქ. რას ქვია აქ რა მინდა ქალბატონო, აქ მუშაობ და გემსახურებით. რას ინებებთ? მე კიევურ კატლეტს ავიღებ და ერთი ვაშლის წვენიც რა, თეკლა შენ? მე მხოლოდ სალათი, მსუბუქად ჭამხამე ყოველ დღე და ტყუილი ნომერი 1. დესერტს დაამატებთ რაიმეს? აუ, მოდი დესერტი თქვენ გვირჩიეთ, რა გეცოდინებათ რომელია კაი. დესერტებიდან ძალიან კარგია ბრაუნი, შტრუდელი და 35 ყოფილი. ბრაუნი იყოს, ბრაუნი, მეტი არაფერი აღარ გვინდა. რა ქენია იღე შეკვეთა? მე კიდე ჩემაგიდას ველოდები. შეკვეთაც ავიღე და კარგ ტიპსაც ავიღებ, მაგიდიდან დარწმუნებული ვარ. აი, ინებეთ თქვენი ანგარიში, ოღონდ ბარათით ვერ გადაიხდით ხარვეზია ტერმინალზე. ქეშოთ შეგიძლიათ. აუ, მე მარტო ბარათი მაქვს. კი ვიცი, ქალბატონო, თქვენ ხარ გაქვთ ქეშად თანხა? 58 ლარია მხოლოდ. კი, აი აიღეთ 100 ლარიანი. რა ხუდა არ გნებავთ? ძალიან კეთილი ხარ, დიდი მადლობა. კიდევ მობძანდით. გამარჯობა, რა შევკვეთავთ? გამარჯობა, მე ერთი ცეზარი და ერთი ალუბლის წვენი თუ შეიძლება. კი ბატონო, და თქვენი შვილისთვის? რა ჩემი შვილი, ჩემი მეუღლეა. უკაცრავად, თქვენ რას ინებებთ? მე ერთი კარბონარა და ერთი ამერიკანო, რა უშაქროთ. კი ბატონო, ახლავე. დესერტსაც ხომ არ მიირთმევთ? აუ, რა ვიკო, გვინდა დესერტი? კაი, არ გვინდა იყოს. რა ნერი მიმტანია. აუ, ნინი, ისეთი წვილი შემოვიდა, რომ იმ გოგოს ქმარი შვილი მეგონა. გოგო, ეგენი ძალიან ხშირად შემოდიან აქ და თუ გინდა მაგათ მე მომიმსახურები და შენ თელს მიეხმარე. გოგო, ვერ ვიპოვეთ მე დათიო მიმსაფულის პატრონი და 100 ლარიანი გავინაწილეთ. შენი წილი შავი ჯიბეს ჩაკიდე მეორეში. ჯიგარი ხარ. კაი, მაგათ მე მომიმსახურები და მიდი შენ მეორე მაგიდას მომიმსახურე, ახლა რა შემოვიდნენ. ხო, კაი გოგო ანასტასია, მალე ითვისებს ძალიან. მოგესალმებით, რას ინებებთ? მე ორაგული, ტკბილცხარე соусით. მე სტეიქს ავიღებ მედიუმ რეარს და 2 ყავაც რა. გასაგებია. ვარდებსაც მოგართ მიწუთა ხანში და სანთლებსაც ავანთებთ, მეტი რომანტიკისთვის. რა სანთლებს აანდებთ და ძმავართ ჩვენ? აუ, ჯიამ ნამცხრებს რატო არ მაჭმევ მე? აი მე სტუმრებისთვის ამეთქი ეს, მე რამდენად გავიმეორო, ვერ გავიგე. დარჩება საღამოს და შეჭამთ მერე. ხო, რა პრობლემაა? შვილები ნასოფლალზე შევესიოთ. საჭმელიც არ მაჭამე, დილიდან გამოფიტული ვარ. დედა როგორ ჩაუკიცკიცებიათ. საღამომდე არ გამოხვალთ ოთახებიდან იცოდე. მოდით გოგოებო, მოდით. დასხედით რა, მან გადავიდა მთებშებზე და ჩაუსხდეთ ეხლავე. ინგა ეს ბაყაყის სალათი მოგეტანე. აი მე რა ბაყაყის სალათი? ყაბაყის. კაილია დაგესინჯავ ამას საღამოს. წყალი სად არის? ხო გაფრთხილე მაშინ შემოხვიდე მეთქი. წყალი სად გვაქვს? დალია მილიონკანთან. მე ძალიან გემრიელი ეკლერია, მადარტია ხო ესა? ძალიან კაია. კი, ესეც ძალიან გემრიელია. ძუ. მაგას შუქვიალია დედა და არ მაჭმევს. აი მე გოგოებო ესეთი ორნახატი არაყერო თავიდან დაიბადებით რა. ხო და მოდი ამჭიქით გაგვიმარჯოს ამ კორპუსის გოგოებს რა. ჩიქასად გვაქვს ნებისმიერი.
აი მე ოღონდ სამზარეულოში შემოვიდეს რა. არის სად არის ჭიქები? რისთვის გინდა? წყალი უნდა წავიხო. წყალი ხო წაიღე წეღან კაცო. ეგ ანასტასიასთვის იყო, გული აქ წასული და ხალი ჩაზეწევს იქით. ომარიკო, გამოდი და გაგვიანდება. შეხეთ როგორ დაიზლაზნება რა. გამოდი ახლა დროზე. ინგა რო ყვირი ხომე უფრო იბნევა იქ ბავშვი. წეღა რო დაიყვირე კარაქენიპურის მაგრად მაგიდის ტილო მოკბიჩა. დი ტელეფონით დატენვა დამავიწყდა და უტელეფონეთ რო წავიდე. წადი ხო მე მოვალ წამოსაყვანად, მაინც ახლა ტაქსის ვიძახებ, მაგას გაგაყოლებ ნოვატორში. დანიშნულების ადგილი ნუცუბიძის 68, ეგ არის. ტელეფონი თუ არა გაქვს რობოტით დარეკი. მე რა ვიცი ტუალეტის ქაღალდებს იპარავ შეგრობოტი დარეკვაც შეიძლება. აი მე მართლა იმდენი რაღაცა ისწავლა ბავშვმა, შეიძლება ბოლოს მართლა რობოტით დარეკოს. კაი ასე მაინც რო სწავლობს კაცო, განვითარებულ ქვეყნებში სკოლებში ისწავლება ეს, მაგრამ ჩვენ შორს ვარ ჯერ მაგისგან. ერთმა ბავშვმა აწყო რობოტი და დააპროგრამა. ხო და ეხლა დედამისს უთვალებს მაგ რობოტით თავის უფროს შვილს. უი მართლა? ძნელია მაგ რობოტის აწყობა? ინგა მე მგონი ჩვენში ესეთები არ მოსულა. ტეხავს. კაი ხო, რა ვქნა მშობელი ვარ კაცო. აჰა მოვიდა ტაქსი მიდი ჩადი სადარბაზოსთან დგას. ანასტასია შენ ტელეფონი რეკავს. გისმენთ? გამარჯობა ქალბატონო, თქვენი შვილი ჩემთანაა და მაგიტო გიდეკავ. მე გამტაცებელი მირეკავს მე მგონი. ვარ კეთილში ტაქსიმ წამომიყვანა არასწორად და მშველას ითხოვდა ქუჩაში. მე მოგიკუდეს დედა, დატოვეთ რა მანდ მეტროსთან და მოვაკითხავ მე თვითონ. გაიხარეთ. ინგა ხლა შენ ნუცუბიძის 68 მივთითო რომ ვარ კეთილში წახვიდე. პირდაპირ ისები გაუქმებიათ თურმე. გიუშ რა შვებიება მოგვიყევი, ისოვი სამსახური. თუ ჩემსავით დროებით უმუშევარი ხარ შენც. აუ მე მგონი რომ ვიპოვე რა, მადარტის კურიერად ვიჩდები აგერ დღე-დღეზე მე მგონი რა. ვაი, ეგ ძალიან მაგარია, მეც გამიგია სხვათა შორის, რომ კურიერები მან 2500 ლარიდან 4000 ლარამდე გამოიმუშავებენო. ჩემი სამი ყოფილი მუშაობს მან და ვიცი. აუ მე ზოგადად მანქანების დამოპირდების ძალიან მეშინია. არ დადგება ჩემგან კურიერი. არა მე ხო იცი ძალიან მაგრა ვატარებ რა ბავშვიდან. თან ძალიან მაგარი პირობები იჩითება რა, ანაზღაურება, ჯანმრთელობის დაზღვევა, მოპეცა თვითონ გაძლევენ რა ტიპები და საწვავიც მაგათია. ა თვითონ გაძლევენ მოპეცაც და ყველას ეძლევენ თუ ვინც მაგათთან მუშაობს მარტო მაგათ. ვინც მან მუშაობს თეკლა რა გჭირსტო? ეგ არც მე არ ვიცოდი რა, მაგრამ ერთი ტიპია მან, თენგო, კურიერი და მაგან ამიხსნა რა. თენგო ვიცი, ჩემი ყოფილია ეგ. აუ ძალიან კაია მან დრო იწყებ მუშაობას. მე ცოტა სხვა რაღაცას ვეძებ და უნდა ვიშოვო უეჭველი ამ თვეში. რო სწავლის ფული გადავიხადო ხოლმე მე. არა სამსახური მაგრად ასწორებს, რა თან მანდარჩი სასურველ გრაფიკს აირჩევო რა და მაგას მოერგები. ვახო მითხრა. ვახოც ვიცი, ჩემი ყოფილია ეგეც. აუ მანდ მუშაობს. აჰა, ქალბატონი თიკოც გამოჩდა. სად იყავი გოგო აქამდე რა არის ეგ? გამოიცანით, მადარტის დამცხრები გავჩითე და კურიერი ვინ იყო? რატი ჩემი ყოფილი? ეგ არის მესამე. ჯე, რაღაცას გეტყვი, ხო დაიფიცე რომ არ მეჩხუბები. არ გეჩხუბები, მითხარი მიდი. ეგრე არა, ვინმე დაიფიცე. აი მე, აჰა, ანასტასიას გეფიცები, თქვი. ჩეთოლი რომ მაგ ფიც გატეხავს, შენს გიჩხუბება და მე კიდე გატეხილი ფიცის გამო გავიტრუპები ავტომატურად. თქვი, ახლა შენ კიდე დააყენე საშველი. ჩვენი მეზობელი როა ლიზიკო ეგ მომწონს და საჩუქარი მიუტანე სახში. ვა, ლავსტორიც გაიჩითა. რა ჩუქი? რა დაყუთით რო გქონდა დანები და ჩანგლები ეგ, რო არ ვიყენებდით. დედა, ჩემი ვერცხლის ნაბორი. დედა, გოგო თუ მოგწონს დანაჩანგლის სერვისი უნდა აჩუქო და გენერატორ შენ. მაინც არ ვიყენებდით და რაც გინდოდა. დედა, რა გამიკეთა. ანასტასიას მზითები იყო ეგ, რო გათხოვდება ვერ გავიგებ, ხელს არიალს ხوار გაუშვებ ოჯახიდან. კარგი ხანი ჯერ მე არ ვაპირებ ფერსად წასვლას, ეგ იცოდეთ. ხო, ესმა ხო, მოურთმევია თქვენთვის დანაჩანგლის ნაბორი. მოგეწონათ, რატო არ მოგეწონებოდათ? კი, მადლობას ეთყვი, აუცილებლად. ანასტასია, შენ ძეცი რა მინდა ვაჩუქო? ჭიქები რო გაქვს, ხო იცი, შუშის 12 წელი რო აწყვია ყუთში, ეგ. ქალბატონო, ჩაბრძანდებით ამ გაჩერებაზე? არა, არ ჩავდივარ. კარგით, მაშინ ჩაგვატარეთ, რა ჩვენ ჩავდივართ. აი მე რატო ინიშე ჭამეს ამ ბავშვებს, მაგრამ აუ, ხლა მას იცი რა სულზაო. კაი, ხლა არ გინდა სკანდალები რა ძლივს მოვედით. აუ, ხო სწორად მოვედით. კი, ეგა, ნუცუბიძის 68. აქა ნოვატორი და გამოვა ქალბატონი თეკლაც მალე. How are you გოგოებო, სორი რა დავაგვიანი, რა ერთს ველაპარაკებოდი და? აუ, აქაც თუ ვიღაც ტიპი გაიცანი საღოლ შენ. რავი, რაღამე ვერ ვიცნობ ვერავის.
მე მოიხადე, ტაქსისტის ქუდი რო გაფარია. კაი, ხო რაღაც პუნქტში მართალია. ვინ გაიცანი შენ? აი გამოვა ეხა და ნახავთ თქვენ თვითონ. ისეთ რაღაცებს მივყვებოდა თან გავიხიე სიცილით. მაგან თუ შენი სიცილი გაიგონა არ ამგონი ეხლა აქ გამოვიდეს. ავარიული გასასვლელით გავიდოდა. აუ რა რობოტიკის ოთახთან იქა და გამოვალო და აუ რობოტიკის ოთახი ძალიან მაგარია სხვათა შორის რო იცოდეთ. ლეპტოპები, გაჯეტები, აიპედები, რობოტები ყველაფერი აქვთ. შენ უეჭველი რობოტი გაიცანი და გვაპარებ ეხლა. აბა თბილისში ახარ და ეს ბიჭი უცებ შენ არ იცნობდა. კი გადახვიდოდი კიბორგებზე. არა ქალბატონი ნამდვილი ადამიანია. ისეთ საიდუმლოებებს მომიყვარიც გაგებად დიდი ხანია მინდოდა. აი გამოვიდა. რა უნდა ამას აქ? გამარჯობა. ხო და ამ ჭიქით ჩვენ გაგვიმარჯოს, ვინც ეხლა ამ მოკრძალებულ სუფრაზებს ხიდვართ. მე, შენ, თეკლა, რამაზიძია და კოტეძია. აუ საოცარი სადღეგრძელოებიც ხომ შენ თავს ფიცაო, არ წრემლი მომატიკება ხოლმე. ო და თქვენ გენაცვალეთ გოგოებო, მარტო რო არ დაგვტოვეთ და გვერდშურა მოგვიდექით და სალევათ. გვერდში დგომა ეხლა ნახეთ თქვენ. ორი ნაბიჯის აპლიკაციითმა გამოძახებული ძეხვები დასუსტები მისაყოლებლად. აქციაში იყო წეღან ინგა სავაცალი ბარათი. დაგროვილი ფულები დაუხარჯე და რო გამოვწერე მე კიდე დავაგროვე. ანა, ანჯეკით. ჩვენ მეზობელ გოგოებს გაუმარჯოს, რომლებიც აი ესე ღირსეულად ექცევიან თავის მეზობლებს, აფასებენ. მე დედას გებიცები ბიჭო. დედას გებიცები, მე ვფიქრობდი რომ ეს ჩვენიდან ატოვარი ვიღაცამ ხო უნდა გააგრძელოს მეთქი და ამათი ნაცვლად ჩემი თავი ამ გოგოებს გაუმარჯოთ. ვსიგ დავმესწე. ეუ დედა. ო ეს უკვე აღარ მისიამო, რუსული ლაპარაკი არ იყოს ძალიან თუთვარგინდა რა სიტუაცია აირიოს. ო, მე მაპატიეთ. ბიჭი, მოიცი აქეთ. გისმით. ანასტასია არ ახსატოსვაო, დედას ვეწყვი. ომარიკო სანამ დედას ეთქვი, მიდი აგერ კურიერი მოვიდა, გამოართვი სოსები და ძეხვები და მოგვიტანე. გეფიცები ვერასოდი შენ მე რო ნახავ დერდიანსა და გამარჯობა, ხმაურზე გვიფიქსირდება საჩივარი თქვენი მეზობლებისგან. შეწუხდნენ და უნდა დაიშალოთ ან ჯარიმას დაგიწერთ. აუ ზოგი მეზობელი რა მაგარი ნაკლია პროსტა. კარგი დავიშლებით ბატონო პოლიციელო. დიახ, დაიშალნენ. მადლობა პოლიციის ეკიპაჟს. ხო, ეხა მეორე რაც მინდოდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოგზავნეთ ერთი. დაჭირდება ერთ ახალგაზრდა გოგონას, ჩემთან სახლში დიახ. ჩაიწერეთ მისამართი. მრავლობით დაბეჭდილობები ექნება და დალურჯებები. დიახ. გოგოებო სამსახურის ძებნას ვიწყე, ფული უნდა ვიშოვო. და ამ სიგარეტს დავანებო თავი. კაი გოგო, რა სამსახური, რა სწავლას მიხედე ჯერ. ან კიდე რა სამსახური უნდა იპოვო. შეიძლება მუშაობა და სწავლა ერთად, სწორად თუ გაანაწილებ. ოქროშულმაც კი იშოვა სამსახური და თავის ფულით ეკეთებს ახლა შილაკებს და წამწამებს. ნახე. გოგო, არის რაღაც სამსახურები კი, გამყიდვალები, მენეჯერები და მინტანები და ეგეთი რაღაცები უნდათ ძალიან. ხო, რა მე ეგეთი მინდა რომ გამოცდილება მქონდეს. აბა გამოუცვლია დღეს მარტო სამინისტროში თუ დასაქმდები და მე პოლიტიკაში მოსვლა არ მინდა. აუ ის გითხარით ხო? 14 ოქტომბერს არის GAA საერთაშორისო განათლების გამოფენა. ევროპის, ამერიკის და ინგლისის უნივერსიტეტები ჩამოდიან და მან ვარ მოხალისე. ბილდმორთ ჰოტელში. აუ მან ჩვენ წაბავალთ და დავესწრებით. უბრალოდ მაინტერესებს მეტი არაფერი. გამოფენა გაინტერესებს? თუ ის ფრანგი ტიპი წინაზე რო იყო ჩამოსული. ადგილები არის შეზღუდული და მიწერეთ ინსტაგრამზე რომ ჩაეწეროთ. უფასოა. ანასტასია, სათხარ გოგო, რომ გამოგაგზავნე პურზე და მოგეცი 5 ბესედკაში უნდა იჯდე, ეხლა ვი გამარჯობა გოგოებო. ძაღლმა შემიჭამა იქ 5 და მაგიტო ვერ ვიყიდე. მე ესე შემორჩია აქ. რე ძაღლმა შეგიჭამა გოგო, წეღარ მაგით ნაყინები არ იკისრე. ეგ სხვა 5 იყო თეკლა. არაფერი ინგადიდა სამსახურებზე ვლაპარაკობთ უბრალოდ. ანასტასია ძალიან მონდომებული. იქაც ვარ მოხალისეო 14 ოქტომბერს გაში. გააკი არა GAA, ეგრე ქვია. და კიდევ ვერ ისწავლა გოგო ამან ინგლისური. Oh my god.